can see my own silhouette. I'm getting stronger, step by step. The clock is ticking, but there's no time for regrets. I've been flying from town to town, from London to Taiwan. I've been all around the globe, trying to protect your soul. We are heroes tonight. We will fly above the sky. We are heroes tonight. Ready to explore right up in the sky. I need you to listen, I need you to hear, and don't show any fear. I've been flying from town to town, from London to Taiwan. I've been all around the globe, trying to protect your soul. We are heroes tonight. We will fly above the sky. We are heroes tonight. Yeah. We are heroes tonight. We will fly above the sky. We are heroes tonight. მოგესალმებით მეგობრებო. ბოლოს როცა ვიდეო დავდე, მოკლედ დიდი დრო გავიდა რა. ნამდვილად დიდი დრო გავიდა, რაც ბოლო ვიდეო დავდეთ. და ხო, გავქრით, მოკვდა არხი. მაგარი იყო რა ეს ძველი დრო, თავისი ეს golden ეს ოქროს ხანა იყო, ასე ვთქვათ, YouTube-ის რაღაც 2016-2019 წელებია ეს იყო ყველაზე დიდი ოქროს ხანები, რაც გქონდა YouTube-ზე. რომ მოხვიდოდი სახში სკოლიდან, დაჭდებოდი, იქ ირაკლი გეიმერი იყო, არ ვიცი, რაღაც ძველი ლეგენდა ხალხი რა, მოკლედ ანუ ამაზე გავიზარდეთ და რა ვიცი, სხვა დრო იყო. ნუ მეც შევწყვიტე ვიდეოების დადება, იმიტომ რომ უკვე შევცვალე ცხოვრების კურსი და სხვა რაღაცებს გადავერთე. მოკლედ ახლა ამ ვიდეოს რატო წერე? არ ვიცი დავბრუნდი თუ რა ვქენი, აზრი არ უბრალოდ მინდა ჩავწერო და მინდა ნახო ვინ ვართ აქ დღემდე, ვინ შემოვჭით. და რა ვიცი რა, საერთოდ რა ხდება რა, დრო ძალიან დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა რა. ძველი დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება. და ზოგადად ეს სფერო, რასაც მივაკეთებდი, ეს ანიმაციები, მოკვდა. უცხოეთშიც მოკვდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ანუ უცხოეთში დაიწყო ეს ყველაფერი და მე ზოგადად ესენი მომწონდა, რომ აი უცხოეთში რაღაცას რომ ხედავ და საქართველოში რო არ იყო, მომწონდა რომ შემომეტანა საქართველოში ესეთი კონტენტი რა. და შემოვიტანე კიდევაც ეს Wayne Gamer კონტენტი მკვდარია, იმიტომ რომ ეს თაობა, ვინც ამას უყურებდით, გავიზარდეთ. აღარ გვაინტერესებს. აღარ ვუყურებთ. დღეს შემოვიდა ესეთი თაობა, რომელსაც მხოლოდ ტრალალა და ბალერინა კაპუჩინა აინტერესებს. Tung 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 sahur. Anomali mengerikan yang ზოგადად ამ რელსებმა მოახდინა რევოლუცია. ტექ სამყაროში მოახდინა რევოლუცია რელსებმა,
იმიტომ რომ როდესაც გამოუშვეს ეს TikTok-ი, პირველი ალბათ ეს იყო, რომელსაც რილსების კონტენტი ჰქონდა. რეალურად ამიტომ მოახდინა, რომ YouTube არის პლატფორმა, სადაც იდება დიდი ვიდეოები, ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ხარ YouTube-ზეც არის შორტსები, ხო? იგივე რილსები იყო, შორტსები ქვია. მაგრამ რეალურად დიდი ვიდეოები თუ რომელსაც უყურებდი 5 წუთი, 10 წუთი, 15, 20 წუთი საშუალოდ. რილსები არის, 30 წამი, 1 წუთი, 2 წუთი. სწრაფი დოფამინია, სწრაფი კონტენტი, რომელსაც სწრაფად იყენება და შენი ტვინი ზარმაცდება. ზუსტად ეგ უნდა შენ ტვინსაც ბევრ დოფამინს იღებს, ბევრ ვიდეოს უყურებს მოკლე დროში. და scroll-off თელი დღე. YouTube-ში კი ჩართავდი ერთ ვიდეოს და შეიძლება 10 წუთი, 20 წუთი გეყურებინა. მე მაგალითად სამწუხაროდ ასე ჩამინაცვლა თავის დროზე რილსებმა YouTube-ი. YouTube-ს წლები აღარ ვიყურებ, მხოლოდ ვიყენებ რაღაცების სასწავლად. სხვა მხრივ არანაირად აღარ ვიყურებ, იმიტომ რომ არ მაქვს იმის დრო, რომ ერთ ვიდეოს დავუთმო 10 ან 15 წუთი. მირჩევნია ის პატარა რაღაც დოფამინი მივიღო რილსებიდან, ვიდრე YouTube-ში ვიყურო ერთ ვიდეოს, რომელშიც დავხარჯავ 10 წუთს ან 20 წუთს. არ არის ამის დრო. ამიტომ ეს მოხდა და შეიცვალა სამყარო YouTube-ი, მოკლედ, რა თქმა უნდა დღესაც უყურებენ, მაგრამ ის ძველი დრო წავიდა, ის ლეგენდარული დრო აღარ არის. ის ძველი ლეგენდა ხალხი. ზოგი ისევ არის, ზოგი არ არის, ზოგი შეიცვალა. მოკლედ, აღარ არის ესეთი ვაიბი YouTube-ზე, როგორც ადრე იყო. ახლა ის არ მინდა რომ ესე დავტოვოთ ეს წარსული და ამდენი ნაშრომი. ამიტომ მუშაობთ ერთ პროექტზე, რომელიც არ ვიცი როდის გამოვა, ვერ დაგპირდებით, მაგრამ გამოვა. ეს იქნება ვიდეო თამაში. ზუსტად ამ თემატიკაზე, რაც ეს არხი იყო 4 თუ 5 წლის წინ, არ ვიცი როცა იყო, იქნება ესეთი თამაში. When Gamer Adventure ეს ერქვა. და ზუსტად ეგეთი თამაში იქნება, როგორც ვიდეო იყო, Steam-ზეც დაიდება. მოკლედ მუშაობთ ამ თამაშზე. მან შეგეძლება თამაში, ეს თქმანი იქნება და ჩაოლებრივ ესეთ თავგადასავალი იქნება დაახლოებით, როგორც აქ იყო. ეს იქნება ვიდეო თამაში ამ არხის თემატიკის. ეს მინდა დავტოვო, არ ვიცი YouTube-ზე გავაგრძელდება თუ არ გავაგრძელდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ თამაშს მაინც დაგიტოვებთ და პირველი დემო ვერსია გამოვა, Steam-ზე იქნება სრულიად უფასო. არ ვიცი ოფის გამო, მაგრამ მუშაობთ, 10 ჩაპტერი იქნება თამაშს და პირველი ჩაპტერი იქნება ჩვეულებრივ უფასო დემო ვერსია დაიდება. 10 ჩაპტერი ჯერ არ გაკეთდება, გაკეთდება მხოლოდ ერთი ჩაპტერი, რომ დავინახო მოთხოვნა არის თუ არა თამაშზე და დანარჩენზე შემდეგ გადავწყვეტ უკვე გაკეთდება თუ არა, იმიტომ რომ თქვენს კარგად იცით რამ ხელა ძალის ხმა სჭირდება თამაშის შექმნას, ასე რომ ნახოთ პირველი ჩაპტერი რას იზავს და მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ. ამ თამაშზე, რა ვიცი, შეგიძლიათ მადლობთ თვალი, გამოიწვევთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო. და რა ვიცი, თუ გნებავთ Instagram-ზეც დამოფოლოვეთ. აგერ იქნება მოცემული ჩემი username-ი. და ხო, რა ვიცი, დაველოდოთ ამ თამაშს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ვისაც მოგწონდათ ასეთი ვიდეოები, ეს თამაში ძალიან მოგეწონებათ. და ამ 4 წლის განმავლობაში მეგობრებო, ძალიან ბევრი რამე მოხდა. არ ვიცი. ჩემს მაკასთან ერთად ვიმოგზაურეთ. დუბაიში ვიყავით, 19 წელიწადში ვიყავით დუბაიში მარტო. ისე ვიყავით. ნორვეგიაში ვიყავით. იტალიაში, მონაკოში, შვეიცარიაში. მოკლედ, ძალიან ბევრი სიგიჟე გადაგხვდა თავს. საქართველოშიც ბევრი სიგიჟე გადაგხვდა თავს. და არ ვიცით, თუ გნებავთ ესეთი სამოგზაურო კონტენტის ნახვა დაწერეთ, უბრალოდ ინტერესი თუ გაქვთ, არ ვიცი. თუ გნებავთ ბიზნეს კონტენტის ნახვა, ესეც დაწერეთ, იმიტომ რომ მე შემიძლია გასწავლოთ როგორ შექმნათ ბიზნესი. ეს 5 წელია, რაც არ ჩანვარ YouTube-ზე, მუშაობ ბიზნესში. IT სფეროში ვარ და მაქვს რამდენიმე სტარტაპი. game developer ვარ, ახლა ისეც იცით. ხო,
ამიტომ ბევრ რამეს ისწავლით ამ სფეროში თუ გაინტერესებთ, დავით ახლა ჩვენ მაშინ თქვენ როცა უყურებთ ამ არხს, უბრალოდ ყველა ბავშვები ვიყავით, ასე ვთქვათ, რომლებიც საინტერესებული ვიყავით თამაშებით, ხო? თამაშებით და ამ ანიმაციებით, გეიმინგ კონტენტით ვიყავით დაინტერესებული და ეხლა როდესაც გთავაზობთ ეს არის, არ ვიცი, ანუ ეხლა ჩემი ცხოვრება ასე შეცვლილი, რომ არის სამოგზაურო კონტენტი, ანუ ჩემი ცხოვრება არის მოგზაურობა, ლაშქრობები, ახალი ადგილების ნახვა, ბიზნეს კონტენტი. ეს არის MVP შექმნა, პოტენციალურ მოხმარებლის მოზიდვა, ისე რომ ინვესტიცია არ არის საჭირო. ანუ ბიზნესში რო შექმნა არ არის საჭირო მოიზიდო ინვესტორი. ზოგადად შემთხვევაში პირველ რიგში შედება ვალიდაცია, MVP შექმნა. ასე რომ ამაზე ხა ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ, შეიძლება მე ცალკე ვიდეო იყოს, უბრალოდ ზოგადად ვიძახი რომ ასეთი კონტენტი შეგვიძლია გავაკეთოთ, უბრალოდ შეგვიძლია ვინმეს თუ ბიზნესის იდეა გაქვთ, ან რაღაცას ჩალიჩობთ, დაწერთ კომენტარებში, დაგეხმარებით. ხო, ანუ ვაპირებთ ეგეთ რაღაც გაკეთებას, იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში ისეთი გამოცდილება დავაგროვე. ანუ არ ვიცი, ანუ ერთ თვეში, მეგობრებო, ერთ თვეში დავქე ბიზნესი, ერთ თვეში პირველივე MVP-ით დაიქვა ბიზნესი, რომელმაც, რა ვიცი, ალბათ 8000 ლარი გამომიმუშავა. პირველ თვეს MVP ანუ ხეშავა ბევრი აფერი არ არის 8000 ლარი, მაგრამ პირველ თვისთვის MVP-ისთვის, რომელიც ბიზნესი ერთ თვეში შეიქმნა, ისე რომ ხარჯი არც ინვესტიციები არ თქმის არ გაწეულა, არ ვიცი, ანუ კონი ძალიან კაი შედეგია, ხო? მოკლედ, არ ვიცი, ეს ხო? კაცობრიობის ძალიან ბევრი მაგარი რაღაცა და გულ ამაზე მწყდება ზუსტად, რომ ანუ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ამდენი ლამაზი მაგარი ადგილია და სახში ზიხართ თბილისში და რაღაც ფილმებს უყურებთ ან თამაშებს თამაშობთ, ანუ მთელი საქართველო თბილისში. რეგიონებში, ანუ დასარიელებული რეგიონები არა და ისეთი მაგარი რაღაცეები, ისეთი მაგარი ადგილები და ისეთი შეიძლება ყველაფრის მოხდვა, რომ არ ვიცი, უბრალოდ პატრონი არ აქვს რა. მოკლედ სულ ეს იყო, თამაშს დაელოდეთ. გამოვა. არ ვიცი როდის ვერ დაგვირდებით, მაგრამ გამოვა. აბა თქვენ იცით, დროებით. კარგად, არ ვიცი რა ხოთ.